გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის უხეში ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში ქვეყნის პირველი დიპლომატი პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებულის გათავისუფლებას მოითხოვს. საკუთარ ქვეყანაში კი შეურაცხყოფის მუხლით ასობით ადამიანის სამართლებრივი დევნის ინიციატორია. გერმანიას ვეღარ ვცნობთ აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკა გადაიხედება ახალი კანცლერის პირობებში. ანუ კი ჩხიკვაძეა პირდაპირ ეთერში, რომელიც საელჩო საგანელის კონკრეტულ პასუხს რა კითხვით მიმართეთ საინტერესოა დიპლომატიურ უწყებას. რატომ ითხოვს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ამაღლობელის გათავისუფლებას, მაშინ როცა თავად საკუთარ მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გაკეთებული არასასურველი განცხადებების გამო 5 წლით უშვებს ციხეში, ასეთი მოთხოვნები კი მით უმეტეს დიპლომატიური უწყების მხრიდან სცდება თუ არა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და სტანდარტებს. ეს არის ქრონიკის კითხვები გერმანიის საელჩოს მიმართ, რომელსაც დიპლომატიური უწყება ამ დრომდე არ გამოხმაურებია. პარალელურად დღეს ბათუმში გაიმართა მზე ამაღლობელის წინა სასამართლოს სხდომა. სხდომა სულ ცოტა ხნის წინ განახლდა. მოსამართლემ სათათბირო ოთახში იყო გასული და მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდა. გადაწყვეტილება სულ ცოტა ხანში გვეცოდინება. სასამართლოს სხდომას მედიის წარმომადგენლებთან ერთად საფრანგეთის ელჩი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ორმაგი სტანდარტი ანალენა ბერბოკი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო უჩივის, საქართველოში პოლიციელზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაკავებული პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს. გერმანიის პირველი დიპლომატის არადიპლომატიურ მოთხოვნებს ბუნდესტაგიდან გამოთხოვილი დოკუმენტებიც აშკარავებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ბერბოკის საჩივრის საფუძველზე ბოლო 4 წლის განმავლობაში გერმანიაში პროკურატურამ 513 ადამიანზე დაიწყო გამოძიება შეურაცხყოფის მუხლით, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აქ შეიძლება გასაკვირი არაფერი ყოფილიყო, რომ არა თავად ამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალიკა ბერბოკი თავად არ იყოს რეკორდსმენი თავისივე გერმანიის მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი წესით დევნაში. სტატისტიკაში მას მხოლოდ მისი კოლეგა, ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი უსწრებს, რომლის მიმართვის საფუძველზე 805 ადამიანი არის გამოძიების ქვეშ. ისე რომ გადავთვალოთ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, ეს მინისტრები გამოდის დღენახევარში ერთხელ წერენ საჩივარს თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ და სამინისტროს როდის ხელმძღვანელობენ, ესეც საკითხავია. შესაძლოა ვინმე მიფიქროს, ალბათ სახეში გარტყმაზე უარესი იქნებოდა ის 513 თუ 815 შემთხვევა. ნურას უკაცრავად. ეს არის ისეთი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც ქალბატონ ბერბოკს ერთ-ერთმა მოქალაქემ სოცქსელში ტერორისტი უწოდა, ან 58 წლის მამაკაცმა მას უწოდა მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ ბოლო ეპითეტის ავტორს ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა მიხეილ როთმაც კი უჩივლა, რომელიც აქ ჩვენ ჭუას გვასწავლიდა და რომელსაც სოცქსელში შიშარა ქვეშაფსია უწოდეს. ამასთან დაკავშირებითაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, სხვათა შორის სასამართლომ ეს ადამიანები 9600 ევრო, დაახლოებით 30000 ლარით დააჯარიმა. ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ჩვენ რა მოხდებოდა ამ მოქალაქეს ქალბატონ ბერბოკისთვის და ბატონ როთისთვის, რომ სახეში შემოერტყა. არა სოცქსელში დაეწერა, რომ სულელი საგარეო საქმეთა მინისტრიაო, აი სახეში რომ გაერტყა. როგორც აი ამაღლობელმა გაარტყა პოლიციელს, რას უზამდნენ მაშინ ამ მოქალაქეებს გერმანიაში. გერმანელი დიპლომატის ორმაგი სტანდარტი Deep State-ის გავლენების ნაწილია მთავრობის მეთაურისთვის. სასჯელ აღსრულების სისტემა ყველას თანაბრად და სათანადოდ ეპყრობა. გერმანიის მხრიდან საქართველოში და საქმეებში ჩარევის სურვილი კი უკვე დიდი ხანია სცდება ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. პირდაპირ ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში. გერმანელი პოლიტიკოსები, ესენი იყვნენ ევროკავშირის ელჩი და ეს შემდეგ ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მით უმეტეს, რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობის პრინციპის მიმართ და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ. დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. გერმანიის მხრიდან საქართველოში და საქმეებში უხეში ჩარევის არაერთ მაგალითს იხსენებენ მართლ გუნდში. დასავლელ პარტნიორს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველოს სასამართლო დამოუკიდებელია და რომ დროა საქართველოს სამართლის უზენაესობის პრინციპს პატივისცენ.
ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, როდესაც სხვა ქვეყნის ელჩები, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროები სახელმწიფოების დონეზე არ ერიდებიან სხვა სახელმწიფოს საქმეებში, შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რაც არის სრულად სუვერენული უფლება ამ ქვეყნის. ჩარევას პირდაპირ შიდა პოლიტიკაში და მართლმსაჯულებაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან საზოგადოება მივეჩვიეთ 2022 წლის შემდეგ ესეთ ორმაგ სტანდარტებს, როდესაც ვეტინგზე გესაუბრებიან, როდესაც ღია წინასაარჩევნო კამპანიას უტარებენ აქ თავიანთ აგენტურულ ქსელს. ამის შემდეგ ესეთი განცხადებები სამწუხაროდ უკვე არ ახალია. მართლმსაჯულებაში ჩარევის მორიგი მცდელობა და გერმანიის პირველი დიპლომატის ორმაგი სტანდარტი ეჭვებს აჩენს. რატომ ითხოვს ბერბოკი პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ამაღლობელის გათავისუფლებას, მაშინ როცა თავად საკუთარ მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გაკეთებული არასასურველი განცხადებების გამო 5 წლით ციხეში უშვებს.